რამოდენიმე კვირის წინ მე მოგიყევით იმის შესახებ თუ როგორ მომიწია წყვილის გასახლება ერთ-ერთი ბინიდან, ეს წყვილი უკვე 3 თვის განმავლობაში არ იხდიდა ბინის ქირას და უბრალოდ იძულებულები ვიყავით მიგვემართა სასამართლოსათვის გაგვესახლებინა ეს ადამიანები. პროცესი დასრულდა, ადამიანები გასახლდნენ, მაგრამ დატოვეს ნაგავი, ესეც ნახეთ თქვენ ვიდეო კადრებში და გარკვეული დაზიანებები არის ბინაში. ამიტომ დღეს მივდივართ სასამართლოში, რათა აპდეიტი გავაკეთოთ ამ დაზიანებების ნუსხის. ანუ როგორ ხდება ახლა ეს ყველაფერი? გამოსახლება დასრულდა, მაგრამ არის კიდევ მეორე პროცესი, რომელიც ითვალისწინებს აი ამ ნუსხის შედგენას და უკვე დოლარებში გამოხატვას იმ დაზიანების თუ რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს. აი დღეს მივდივართ და რაღაც გარკვეულ დოლარების რაოდენობას იქ აღვნიშნავთ. მე უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ქართულად რომ ვთქვათ, შეეტენებათ ეს თანხა იმ ადამიანებს, რომლებსაც ვალად დაედებათ ეს თანხა. რა შანსები არის იმისათვის, რომ ეს თანხა ჩვენ ოდესმე მივიღოთ? ძალიან პატარა შანსები. თვის დაგვჭირდება ისევ, რომ დავიქირაოთ ადვოკატი, რომელიც მერე გამოეკიდება ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ და უკვე კანონის ძალით მომავალი ხელფასებიდან გამოუქვითავს ამ თანხას, მაგრამ ადვოკატი სადაც 40% იჯდება ამ თანხის და ეხლა თუ 3000 აქვს ადამიანს ვალი ან 4000, 40%-ს თუ ადვოკატს გადაუხდით, ეს გაიწელება დროში და პატარა ალბათობა არის იმის, რომ ადამიანებს ხელფასებიდან გამოურიცხონ, რამე თუ ეს ადამიანები თუ ქირას არ იხდიდნენ, ხელფასებიც დაბალი აქვთ ახლა და ან შეიძლება არ ქონდეთ ხელფასები და უმწეოების მდგომარეობაში იყვნენ, ან ყავდეთ შვილები და უბრალოდ არ ყოფნიდეთ ეს ხელფასები იმისათვის, რომ გადაგიხადონ. ასე რომ ჩვენ ამ პროცესს არ გავაგრძელებთ, უბრალოდ შეეტენებათ ეს თანხა და მომავალში, როდესაც ის ადამიანები კიდევ განიზრახავენ სხვა ბინის ქირაობას, იქ უბრალოდ ჩანაწერში იქნება შეტანილი ის, რომ უკვე დავალიანება აქვთ და უკვე ქონდათ შემთხვევა, როდესაც არ იხდიდნენ. ასე რომ უფრო გაურთულდებათ მომავალში ბინის ქირაობა, ან სახლის ყიდვა, ან მანქანის ყიდვა და ასე შემდეგ. ასევე ეს აისახება საკრედიტო ისტორიაზე. არ არის სასიამოვნო, არც მე არ მომწონს ადამიანების გამოსახლება, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენც გვაქვს ხარჯები. ანუ უძრავი ქონება ხშირ შემთხვევაში დაფინანსებულია, გვაქვს ყოველთვიური, ყოველდღიური ხარჯები. ეს ადამიანები ასევე არ იხდიდნენ დენის და გაზის გადასახადს, ესეც ხარჯია. და უკვე ამ ყველაფერს მივამატოთ ის, რომ არ იხდიდნენ ქირას და მივამატოთ ის, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში არ გვაქვს შემოსავალი ამ ბინიდან. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ზარალში ხართ. ყველაფერი ასე მიმზიდველი არ არის, როდესაც უძრავ ქონებას ფლობთ. კი, ჩვენ ვატარებთ ძალიან ბევრ შემოწმებას, დაკვირვებას, ვიდრე ადამიანს მივცემთ ბინის ქირაობის უფლებას, მაგრამ დაზღვეული 100%-იანად არავინ არ არის. მოვედით სასამართლოში და ველოდებით ახლა როდის შეგვიშვებენ დარბაზში, სადაც განიხილება ჩვენი საკითხი. ის შენობაა, სადაც სასამართლო. აი ასეთი შენობა, ალბათ 60-იანებში თუ 70-იანებში აშენებული, დიდი დერეფნებით. აქ არის ნუსხა, სადაც ყოველი საქმე არის გამოფენილი და დროის მონაკვეთი, როდის განიხილება ეს საქმე. ასეთ საჯარო შენობებში შემოსვლა არის ისევე როგორც აეროპორტებში, სპეციალური კორიდორები დგას, სადაც პოლიციელები მოითხოვენ, რომ თქვენ ამოალაგოთ ყველაფერი თქვენი ჯიბეებიდან და შემოხვიდეთ სპეციალურ მოწყობილობაში, სადაც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. რამე თუ ხშირად არის, როდესაც სახელმწიფო შენობებს და ასეთ დაწესებულებებს ან ტერორისტები, ან გიჟები ემუქრებიან ხოლმე. აქვე არის შერიფის განყოფილება. ამ შენობაში ხდება ასევე სხვადასხვა რეგისტრაცია, უფლებების რეგისტრაცია, დაბადების მოწმობის რეგისტრაცია და გაფორმება, ასლების მიღება და ასე შემდეგ. ანუ მრავალფუნქციური შენობა. წარმოიდგინეთ, როგორც საქართველოში გვაქვს იუსტიციის სახლი, მაგრამ ისეთი ტრენდული არაა, როგორც ჩვენ თბილისში გვაქვს. დასრულდა სასამართლო, ახლა სასამართლოს დარბაზს ვერ გაჩვენებდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ვართ შერიფთან, სადაც ვიღებთ გასაღებს. ანუ შერიფთან მქონდა გასაღები დატოვებული,
რამე თუ როდესაც აპარტამენტი ჯერ კიდევ არ იყო გაცლილი, შერიფს შეძლებოდა იქ მისვლა და აღსრულებაში მოეყვანა განაჩენი. Okay, Christina got the keys. Process is completed. Good job, wonderful. ყოფილი მოქირავნე დაჯარიმდა $3,000-ით. აქ შედის გადაუხდელი ქირა პლუს ზარალი, რომელიც მოგვაყენეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ თანხას არასდროს არ მივიღებთ. We will never see this money. We will never see this money, but we did what's right. But we did what's right. გავაკეთეთ ის, რაც სწორია.